მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მხილებას, რომელიც ეხება იმ უმძიმე სკანდალს, რომელშიც ყულევის ეგრეთ წოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო საქართველოს ეხვევა თანდათანობით. საქსტატის ინფორმაციით შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტით გაიტანა ქვეყნიდან 56 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები. რითაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 3300%-იანი ზრდა აჩვენა და ნავთობპროდუქტები საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდა. აქვე შეგვიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი 3 თვის მანძილზე წინა წლის მთელი დატვირთვაც თქვაც მოდის უკანასკნელ 2 თვეზე, ნოემბერზე, დეკემბერზე, ჯამში ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში საქართველოსდან გატანილი 120 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რაც კოლოსალური მაჩვენებელია. რომ შევადაროთ მაგალითად იანვრის 2025 წლის იანვარს, იქ ლაპარაკი $1.5 მილიონზე იყო მხოლოდ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც წესით ნავთობი უნდა გადაამუშავოს, ნედლი ნავთობი აი ამ პროდუქტად აქციოს, ყულევში არის უბრალოდ დაუსრულებელი და არ ფუნქციონირებს. ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სამშენებლო მდგომარეობაშია ფაქტიურად, არ დაგვეზარა ჩვენი დეპუტატები, ადგილობრივი ხობისა და ზუგდიდის დეპუტატები გუშინ იყვნენ მისულები ადგილზე, არათუ რაიმე ხდება საწარმოო პროცესი ამ ქარხანაში, სასახად შემიძლია გითხრათ, რომ იქამდე გზა არ არის მიყვანილი, უბრალოდ ავი ძაღლები დარბიან და არც ერთი საკვამურიდან არავითარი ბოლი არ ამოდის, ანუ ქარხანა უბრალოდ არ ამუშავებს. როდესაც გადამამუშავებელზე ლაპარაკი, ჩვენ მაყურებელმა რომ გაიგოს, ძირითადად დუღილის პროცესი არის, ნედლი ნავთობი რო გადამუშავდეს ნავთობპროდუქტად, ამას დუღილი ჭირდება. დუღილი კი იცით, რომ გარკვეულ ბოლს გამოიმუშავებს. ამ ვითარებაში ჩვენ უკვე ვიცით ევროკავშირის ელჩებიდან, რომელიც ოფიციალურად უკვე განაცხადეს მათ ინტერვიუებში, რომ საქართველოში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კონკრეტულად შედის მე-20 პაკეტში ევროკავშირის სანქციებისა რუსეთისადმი, რომელიც დროებით შეჩერებულია, მაგრამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება. 24 თებერვალს კი დიდმა ბრიტანეთმა მაშინ, როდესაც რუსული ჰიბრიდული ომის მანქანები საქართველოსდან იმედი და პოსტივი დაასანქცირა, ამის პარალელურად დაასანქცირა ერთ-ერთი გემი. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ოფიციალურად ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ყულევის ტერმინალში და მან შემოიტანა 100,000 ტონა ნედლი ნავთობი საქართველოში. აი ამ კონკრეტულმა გემმა, რომელიც უკვე სანქციების ქვეშ არის. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უბრალოდ რიგითი ბიზნესი არ არის და რომ ყველა აბსოლუტურად ბოლო აი ამ ისტორიაში მიდის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან. ეს არ არის ინვესტიცია, რომელსაც უბრალოდ ერთი რიგითი ბიზნესმენი, ვინმე გოგელია აფორმებს, იწყებს და მის შემდეგ შვილებზე და ოჯახის წევრებზე აფორმებს. ძალიან მოკლედ ქრონოლოგიას. 2024 წლის 31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტი Black Sea Petroleum, რომელიც ეკუთვნის ბატონ გოგელიას, გადასცემს 600,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იმისათვის, რომ იქ განთავდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2024 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნული ქარხანას ზარზდე იმით იხსნება, გახსნას ესწრება მთელი მთავრობა და მათ შორის ერთ-ერთი მთავრობის ხელმძღვანელი იმ პერიოდში კობახიძე აღნიშნავს, რომ იქ 500 ხობელი უნდა დასაქმდეს, ხობელზეა ლაპარაკი და დღეს კაცშვილი არ მუშაობს ჯერ კიდევ ამ ქარხანაში. და ასეთი მასშტაბის პროექტი საწარმო შესაძლოა საუკუნეში ერთხელ იქნებოდეს. ასე აფასებდა ამ პროექტს უკვე განდევნილი მინისტრი ლევან დავითაშვილი. 2024 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს განვითარების ფონდი, აი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ეხა ბანკად უნდა გადააქციონ, $5 მილიონი ჩადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამ პროექტში, როგორც საუკუნის პროექტში, საქართველოს სახელმწიფოს სახელით $5 მილიონი ჩადო, რაც შემდეგ გაიზარდა როგორც ინვესტიცია. ამის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ 3 კომერციული ბანკი, არც ერთი საერთაშორისო რეპუტაციის, მათ შორის ქართულ მთავარ მდგენელად $45 მილიონი კრედიტს აძლევს Black Sea Petroleum-ს აი ამ ქარხნის მშენებლობის პროექტისთვის. 2025 წლის 16 ოქტომბერს უკვე დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც პირდაპირ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ეხება და ამბობს, რომ საქართველოში ამერიდან 16 ოქტომბრიდან წინა წლის დასაშვები ხდება
დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა, თუ ეს დიზელი საქართველოში გადამუშავების მიზნით შემოდის. გადამუშავება კი შეიძლება მხოლოდ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ აი ის ყველაფერი, რაც ეხა მოვყევი, ის დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, ამის პარალელურად გაუთავებელი ხსენება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მინისტრების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე. არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ არავითარი კოტე გოგელია ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენი არ ხდება ხოლმე პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის და პირადი კონტროლის საგანი, თუ ამ საქმეში არ ურევია ერთი ადამიანი და ეს ერთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც 15 წლის მანძილზე ამ ქვეყნის მოსახლეობას აღარიბებს, ფასების ზრდაზეა პასუხისმგებელი, კორუმპირებული მთავრობების პლიადებზეა პასუხისმგებელი, მოღალატე პრემიერ-მინისტრების, როგორც თვითონ ამბობს, პლიადებზეა პასუხისმგებელი, არის ის კაცი, ვინც იმალება მთელი ამ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემის უკან. ამ კრიმინალური სქემის მიზანი კი არის რუსეთის სანქცირებული ნავთობი გარკვეული მანქანებით და საბუთების ცვლილებებით აქციოს ადგილობრივ ნავთობ პროდუქტად და ის გაყიდოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. საქართველო ამით და საქართველოს სახელმწიფო ფაქტიურად როგორც აქამდე ბრიტანულმა სანქციებმა თქვეს იმედი და პოზიტივი, საქართველოს სახელმწიფო აი ამ კრიმინალური მონტაჟით ხდება მონაწილე უკრაინა-რუსეთის ომისა, რუსეთის სასარგებლოდ. მადლობა.